ჰაილა გამარჯობა ცი დაიღალე ცოტა მისალმები არა პირიქით ძალიან მომწონს არა იცი რა უფრო იმიტომ მომწონა მე მგონი რომ ხალხსაც მოეწონა თავიდან ცოტა ისე მაგრამ ჰაი ლაშკი არა გამარჯობა ლაშკი ეგ იყო ჰაითინ უშეცვალე რაღაცამ დაგვიწერა რომ ბარბარიზმები არ ხდება ქართულ ენასო და გაითვალისწინე რა კაი გავიტვალე რატო არზე ხარ ჩემ გვერდზე რაღაცა დანაკლისი იმიტომ რომ alone ვარ თამდენი ხნის მერე არ ყავს თომარი არა მე და შენ ვარ და ალტერ ბრიჯი ისევ ალტერ ბრიჯი ძალიან კაია ალტერ ბრიჯის კაფეტერიაში და ისევ ჭამეთ ხო ისევ გემრიელად ისევ მართლა ძალიან დიდი მადლობა ამ ადგილს იმიტომ რომ ძალიან კაი გარემოა ძალიან კაი სივრცეა საოცარი თან ძალიან კარგი კატა ყავთ მართლა ძალიან კაი გადაყავთ ჩვენი საყვარელი გვინეტი პელტრაო ლაშ დღეს ძალიან კაი თემა გვაქვს მართლა დიდი მადლობა დღეს რა თემა გვაქვს ეგ ერთია და მოუხდება თან ჩვენ თემას და ჩვენ პოსტერებს უცებ ვთქვათ რომ დღეს რა თემა გვაქვს ერთია და მეორე რა ეპიზოდია ეს ეპიზოდი ეს არ არის პოდკასტის ეპიზოდი იმიტომ რომ სტუმრები არ გვყავს ეს არის ახალი ეპიზოდი ხო, ახალი რუბრიკა voice-over-ებზე, იმიტომ რომ როგორც ჩვენ მომაყურებელმა იცის, ჩვენ ნელ-ნელა ვაახლებთ, მოკლედ voice-over-ების არხს, YouTube არხს, ვამატებთ ახალ-ახალ რაღაცებს, უკვე ნახულობენ ჩვენი მაყურებლები ნესტანიკოს ბრჭყვიალა და ბრდღვიალა ეპიზოდების სერიებს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ იდება და ასევე ნახავენ ჩემს და შენს ეპიზოდს, მხოლოდ სადაც ცოტა ხანში ხო, სადაც განვიხილავთ მოკლედ მე და შენ ფილმებს, სერიალებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო მაგაზე, რომ ისეთი ეპიზოდებიც ჩაწერეთ, სადაც მხოლოდ სერიალებს და ფილმებს განვიხილავთ. ეპიზოდების სერიებს, ასე ვთქვათ, სანამ დავიწყებდით გქონდა. კი, გქონდა, ეგ მე უცებ გადავინაცვლეთ. ხო, რაღაცა იყო, რომ ჩაწერეთ და რაღაც მაინც პრიორიტეტის უსტუმრები იყო ხოლმე და ძლივს დავადგით მოკლედ საშველი ამ ჩვენს დიალოგს. ნამდვილად. ხო და მოკლედ ორ კვირაში ერთხელ ხოლმე რომ დავუანონსოთ ჩვენს მაყურებელს, ორ კვირაში ერთხელ დაიდება ნესტანის ეპიზოდი, ორ კვირაში ერთხელ დაიდება ჩემი და ციკოს განხილვის ეპიზოდი. ასევე ძალიან ბევრჯერ დაანონსებულ რუბრიკასაც კიდე ერთხელ დავაანონსებ, ციკოს ექნება თავისი. ჯერ არ ვამბობთ რა არის, იმიტომ რომ გგონია რომ ძალიან სიურპრიზი იქნება და ძალიან საინტერესო იქნება და რაღაცა საერთოდ სხვა კუთხით და სხვა მოცემულობით შემოვა, ასე ვთქვათ, კინო voice-over-ებშიც და ჩვენ ცხოვრებებშიც, მათ შორის ჩემს ცხოვრებაში, ლაშას ცხოვრებაში და მაყურებლის ცხოვრებაშიც. და ხო, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საინტერესო რაღაცა განსაკუთრებული და განსხვავებული ვიზუალიც ქონდეს ამ ყველაფერს, ხო. ამასობაში ნელ-ნელა და მალე უკვე მუშაობის პროცესში ვარ ჩემს რუბრიკაზეც და მე მხოლოდ მარტო და ციკოს გარეშე სამწუხაროდ. არა. კაი, არა. მე ჩვენ გარეშე რუბრიკაში, ხო. კი ბატონო. მაგრამ შენ მოხვალ ხოლმე. აუცილებლად, მეც დაგპატიჟებ ხოლმე. თუ დიდვალს არ დამადებ. ჩემს რუბრიკაში დავატიჟებად. ასე რომ მოკლედ მინდა რომ ჩვენ მაყურებელს უთხრა რომ ძალიან ბევრი სიახლეები იქნება კიდე და კიდე უფრო მეტად და მეტად, ამიტომ თქვენი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თქვენი გულისთვის ვაკეთებთ, ამიტომ ძალიან ბევრი ლაიქი, ძალიან ბევრი გამოწერა, კომენტარი, გადაზიარება არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არის ის სტიმული, რომელსაც გვაძლევთ და უფრო მეტად უნდა მოგცეთ კიდევაც. ეხლა გადავიდეთ ჩვენს თავარ თემაზე დღეს რას განვიხილავთ, როგორ განვიხილავთ, ეს განვიხილავთ და რას განვიხილავთ და დღეს გადავწყვეტეთ რომ განგვეხილა Monsters თავის 3 განსაკუთრებული სეზონით, რომელიც წლების განმავლობაში ხანუ Netflix-ის პროდუქტი, რომელიც წლების განმავლობაში რაღაცა დამზაფრელი, შთამბეჭდავი, ემოციური საინტერესო ამბავი იყო და ეხა ბოლო ჩემი საყვარელი ბიჭი, ჩემი ჯეკ სტელერი, ჩარლი ჰანემი თამაშობს Ted Gainis როლს ასრულებს და მართლა ვერ წარმომედგინა რომ დაანონსდა რომ ოდესმე ჩარლი ჰანემი შეიძლება გამختارიყო Ed Gein-ი, ან ფიზიკურად ვერ წარმომედგინა და ჩემი აზრით ან იმიტომ რომ ჩარლი ძალიან მიყვარს, ან იმიტომ რომ არ ვიცი, მოკლედ ძალიან კარგად ასრულებს ამ პერსონაჟს. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან ემოციურია და მიუხედავად იმისა, რომ სუდად არ ვამბობ და იმიტომ რომ Netflix-ის
პროდუქტი ესე დიდად არ მიყვარს და არ აღმოფრთავანებს რატომღაც. კი, გვისაუბრია მაგაზე, ზოგიერთი ძალიან პლასმასია. ხო, მაგრამ აქვს ხოლმე რაღაც ძალიან ღირებული და ჩემთვის საინტერესო თორე ხა ვიღაცისთვის შეიძლება სულ არ არის ესეთი საინტერესო. აქვს ხოლმე რაღაც საინტერესო პროდუქტები და ჩემთვის ერთ-ერთი არის Monsters. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბები სამივე სეზონში და ეს ამბები არის ზოგადად კაცობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ რამესთან კითხვის ნიშნები არსებობს დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ საქმის ოქმებიც არსებობს და გადაღეჭილია ეს თემა და ამ პერსონაჟების ინსპირაციით ფილმებიც შექმნილა და წიგნებიც დაწერილა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ყველა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული, რეალურ მოვლენებზე. ეს მონსტრები მართლა რეალურად არსებობდნენ და კიდევ უფრო მეტად საშიშს და შემზარავს ხდის ამ თელ სცენარებს და იმ სიუჟეტს, მოკლედ, რაც ამ მონსტერში ვხედავთ რა. კი, და რაღაცნაირად გამოვარჩევდი პირველ და მესამე სეზონს, გულისხმობ ანუ ჯეფრი დამერის პირველ ნაწილს და უკვე ედ გეინის მესამე ნაწილს, შუაში იყო ეს Brothers Menendez-ები, რომლებიც, პრინციპში გამოდის, რომ არ არიან ეს სერიული მკვლელები, უბრალოდ ხო არიან ოჯახის მომხოცველნი, რომლებსაც რაღაცა სულ ერთი მიმართულებით უყურებდნენ. მაგრამ მონსტრები არიან ისინიც. თუმცა ხო მონსტრების ეგიდის ქვეშ გაერთიანდა მათი ისტორიაც და ზოგადად ამ სერიალის ხო და ამ სეზონების ამბავი მნიშვნელოვანი არის, რომ რეალური პერსონაჟების რეალური შემზარავი ამბების ბევრი მხრიდან დანახვა შეუძლია მაყურებელს რა. თქვათ ახლა თუ ვინმე საინტერესებს როგორც მე რა კრიმინალური დრამები და არაერთხელ მინახავს მათსცენების მიერზე ხა ვიზაც ვისაუბრე ხა დოკუმენტური ფილმები და ძალიან მიყვარს და მაინტერესებს და თვითონ ეს ოქმებიც რაც ხელმისაწვდომია წამიკითხავს და მოკლედ არ ვარ ესე რომ ისე დავიწყო თქვათ რომელიმე სეზონის ყურება რომ არ ვიცოდი რას უყურებდი და უბრალოდ გაგებულ მკვლელზე მეგონა რომ უყურებდი ესე არისო. ანუ ამის პარალელურად მაინც ბევრი ისეთი ახალი დეტალი, ანუ ცოტა გადამლაშებული და ხო გაწელილი და რაღაცა ცოტა გადასხაფარებული. მაგრამ თვითონ დოკუმენტურადაც და რეალურადაც იმდენი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც გამომრჩენია რა. კი, მეც რამე დავთქვა ზოგადად, რომ ამ მონსტერმა რატო დაიმსახურა მოკლედ ესეთი დიდი ყურადღება და აჟიოტაჟი რატო ატყდა. მანამდეც ვნახულობდით ჩვენ არაერთი სერიალი გვინახავს, მაგალითად ჩემი და შენი გახმოვანებული დექსტერი, რომელიც არანაკლებ მანიაკ პერსონაჟზეა. ხო, არანაკლებ მანიაკ ადამიანზეა გადაღებული. თუმცა ეს არ არის ხო რეალურ მოვლენებზე, მაგრამ არის ინსპირირებული იმ რეალური მოვლენებით ეს პერსონაჟი დექსტერს გულისხმობ ამ შემთხვევაში და მაგას რო ახმოვანებდით მე ვფიქრობდი რა მაგას, იმიტომ რომ არ მქონდა ეს кейსები გაგონილი სიმართლე გითხრა, რომ ანუ აი რეალურად როგორ შეიძლება ესეთ რაღაცები აკეთო ადამიანმა რა და მერე წამოვიდა არაერთი რეალურ მოვლენებზე გადაღებული მსგავსი მიმდინარეობა, მაგრამ რაც Netflix-მა გააკეთა ჩემთვის რა, მაგალითად აი დამერის პირველი სეზონი რო ხო, მონსტერის პირველი სეზონი დამერზე რო გამოვიდა, ჩემთვის ეგ იყო, რომ იმდენად რეალისტურად იყო და იმდენად შემზარავად იყო, აი თავისი მთელი გულწრფელი შემზარავობით, არ ვიცი რამდენად სწორია ეს ორი სიტყვის შეწყობა, მაგრამ მეტი ახლა არ მომაფიქრდა. იმდენად ესეთი იყო ჩემთვის, რომ მე მაგრად შემაშინა რა. თან ძალიან სწორად არის, ძალიან კარგად არის გადაღებული, თუ შეიძლება ამას სწორად და კარგად დავარქვათ. ძალიან რეალისტურად, აი გრძნობ მთლიანად პერსონაჟს, გრძნობ იმ გარემოს, იმ სივრცეს, იმ ეპოქას თუნდაც, რომელ ეპოქაშიც და პერიოდშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ და იმდენად რეალურად აქვთ ეს ყველაფერი გადმოცემული, განსხვავებით დექსტერისა, რაც მე მანდ მაკლდება. მით უმეტეს ამ ყველაფერს რო ემატება, როგორც აღნიშნე, რომ ეს არის რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული და რეალურ кейსებზე, როგორც თქვი, აწყობილი ეს ყველაფერი, აი ამ თელ სიმძაფრეს, აი ერთიანად გაწვება და გულწრფელად რო გითხრა, მე ვერ გავუძელი დამერის იმას, რა, იმიტომ რომ ზოგადად მე არ ვარ მოყვარული მსგავსი სერიალების და ფილმების, საშინელებათა ფილმების, ჩემთვის ძალიან ემოციურად საყურებელი იქნება და აი ისეთი მძიმე იყო ჩემთვის, რომ აი მაქსიმალურად ხო ვწელავდი ამ იმის ყურება, სერიების ყურებას, მაგრამ მე მივხვდი რომ გავწელე ეს ყურება, უფრო დიდ პერიოდზე გადამეჭიმა ეს სიმძიმე, ვიდრე ერთიანად რომ ეყურებინა, მაგრამ ძალიან რთულია ახლა, ჩემთვის ძალიან რთულია, არ ვიცი, აი კომენტარებში დაწერეთ ხალხო თუ ვინმე ჩემნაირად ხართ, იმიტომ რომ მე
მაგრად მიჭირს ესეთი მძიმე რაღაცების. ამერიკული საშინელებათა ისტორია გინახავს, აგარ გაგვიხმოვანებია ჩვენ. მე არ გაგვიხმოვანებია ჩვენ, ხო, არ მახსოვს. ხო, მაგრამ მე რო ვუყურებდი, მე ძალიან მესიამოვნა. ანუ ნახე, ის კი არ მაქვს რომ სიამოვნებს ეს ჰორორი და რაღაცა საშიში და საზარელი სცენები. მაგრამ ნუ რაღაცნაირად ხო რა. აი მელიესიც მიყვარს ჯერ კიდე უხმო კინოს საშიში კინოს ვინც აკეთებდა, უხმო კინოშიც მელიესი მიყვარს რა პრინციპში და ალბათ რაღაცა მაქვს ხო რა ეგ სიყვარული. ხო, არა, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ეგ ევასემ. რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ არის ჰორორთან, მაგრამ აი ეს მოკლედ ნახე, ამბავი არის ის, რომ ჩემი აზრით ეხლა რასაც შენ ამბობ, ეს ან მოგწონს ან არ მოგწონს, მაგრამ Monsters კიდე საერთოდ სხვა რაღაც არის რა თვალსაზრისით, რომ არის რეალური ისტორიებზე, იმ ადამიანებს, ვისაც უყვართ, თქვათ, ბიოგრაფიების და დოკუმენტური ფილმების ყურება, ან ბიოგრაფიების კითხვა და მე ვარ ეგეთი რა. ძალიან ხშირად კლასიკურ ლიტერატურას მირჩევნია ხოლმე, როდესაც უთხასიათზე ვარ, ბიოგრაფია ვიკითხო მაგალითად და ფილმიც მირჩევნია დოკუმენტური. და აქედან გამომდინარე, ჩემნაირი ადამიანისთვის ალბათ, რომელიც ეძებს ამ რეალურ ადამიანებს, ანუ ბავშვობიდან ჩიჩქნის ეძებს, აინტერესებს ის მხარე, ჩემთვის რაღაცა ძალიან მარტივად დადებული ამბავი იყო, უკვე მხატვრულად შეკრული რა და ამიტომ იყო ძალიან საინტერესო. ხო და ამბავი აი შენ ახსენე, რომ რამდენად მნიშვნელოვანიაო რა ამათი არსებობაო და პრინციპში რამდენიმე მხარე აქვს რა, რომ აი მაგალითად მენენდესების ამბავში ხო ამ ძმების რაც Netflix-ის ეს სერიალი გამოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ აქამდე BBC-საც ჰქონდა ძალიან კარგი დოკუმენტური გაკეთებული წლების წინ და არანაკლებ მნიშვნელოვან კომპანიებს, კინოკომპანიებს გულისხმობ, ანუ აი მხატვრული ფილმად გაკეთების ამბავ, მხატვრული ფილმიც არის ძალიან ადრე გადაღებული იყო, მაგრამ აი Netflix-ის ქვეშ გაერთიანებულმა ამბავმა, რადგან ეს ძალიან პოპულარული კომპანიაა, ხო ისე გამოდის. ისეთი ამბები გამოიწვია, რომ კალიფორნიაში იყო აქციები, ანუ ადამიანები ქუჩაში იდგნენ და ითხოვდნენ მენენდესების საქმის თავიდან გადახედვას. ხო, მახსოვს რომ ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა მაგ ამბავი, რომ ეს ამბავი განვითარდა ასე, რომ ეს ადამიანები რაღაც მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვის დროსაც იყო იქ ამბავი ადვოკატიც იყო და ძალიან ბევრი მომხრე წავდა ამ ადვოკატს, რომ ის ბიჭებმა კი დახოცეს დედმამა, მაგრამ მსხვერპლნი იყვნენ თავად რა და რეალურად ამიტომ მოხდა და აი ნახე საბოლოო ჯამში ამათ მიესაჯათ სასჯელის მაქსიმუმი, ასე გამოვიდა და ის მხარე რომ ესენი მსხვერპლნი იყვნენ და იმიტომ იქცნენ მოძალადება და ამან აიძულა სწორედ მათ რომ მშობლები დაიხოცოთ, ეს ყველას დაავიწყდა თითქოს. ხო და ეს სერიალი ზოგადად იმით არის საინტერესო, რომ ამ საშინელ მართლა საზარელი სერიული მკვლელების და მკვლელების მშობლების მკვლელების ისტორიების ფონზე ამ ადამიანებთან როცა უყურებ მათ ბიოგრაფიას, ხო? გიჩვენს რაღაცა თანამშრომლობას, ემპათიას, რომ აი ეს ეხა იმიტომ გახდა ფსიქოპატი, რომ აი ცუდად ზდიდნენ, ცუდი დედა ყავდა, ცუდი ოჯახი ყავდა, ცუდ გარემოში იყო, ბულინგის მსხვერპლი იყო და რეალურად ნახე მიდიხარ იქამდე, რომ ნებისმიერი ფსიქოპატი და ნებისმიერი მკვლელი ისევ ჩვენი შექმნილია, ისევ საზოგადოება და სოციუმი ქმნის, ისევ ის ქმნის, რომ ბავშვების უფლებები დაცული არ არის და ეს ბავშვი რომ დაისტრესება, ანუ აქ იწყება მისი უბედურება და სწორედ აქ იბადება ფსიქოპატი რეალურად და მერე ვითარდება. თუმცა ამას აქვს მაგალითად მეორე მხარე, რომ მე ძალიან მაღიზიანებს ეს მხარე ნახე. სანამ იტყვი ნახე რას აი დამერის კერა და ბოდიში ედგეინის ამბებს რომ ვუყურებდი, კერა და უკვე სერიალის მერე რომ წავიკითხე რა, ეს გამოხმაურება და რაღაც მე ეგრევე ვუყურე რა, იმაში მე რომ გამოვიდა. იქ იყო რომ კერა და ჯეფრი დამერის ბოდიში ამერია. ერთ-ერთი მსხვერპლის დაამბობდა რომ ანუ გამიხუთმაგდაო ემოციები, იმიტომ რომ ანუ ისინი ლაპარაკობენ ჩვენი სიტყვებით, რასაც ჩვენ ლაპარაკობდით. თქვა სასამართლო იქნებოდა თუ ინტერვიუები იქნებოდა, თუმცა ჩვენგან არ იყო ნებართვა აღებული. და ჩვენ არ გვინდოდა ამის თავიდან ნახვა და არ გვინდოდა რომ თან სოფლიოს ენახა, როგორ მოკლეს ჩემი ძმა. ზუსტად. ერთი ეგ, რომ ანუ ძალიან თითქოს პირად სივრცეს ვარღვევთ და გვავიწყდება მაგით, რომ ამ ადამიანის მსხვერპლების ნათესავები, ოჯახის წევრები, ცოცხლები არიან და რაღაცნაირად მათთვის ამ ისედაც უმძიმეს თავის თავზე გადატანილ ამბავს რაღაცნაირად ვაღვიძებთ, კითხვებს ვამთ, ვიდეოებს ვიღებთ,
რაღაც პროტესტებით გამოვხატავთ რაღაცებს ზოგი და ძალიან ბევრი ადამიანი მხარდამჭერი ხდება თითქოს ამ მონსტრების რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი შენ როგორც ახსენე ხა რომ თუნდაც აი ძმებზე რო ახსენე რომ მათთან თითქოს ემპათია გიჩნდება რომელიც მე აი ყველასთან სამივესთან გიჩნდება კი და ეგ სერიოზულად მაღიზიანებს მე იმიტომ რომ ნახეთ თითქოს რაღაცნაირად არ მინდა ის რუსული სიტყვა გამოვიყენო ვარომანტიზებთ ერთი და ვამართლებთ თითქოს მათ საქციელებს რაღაცებით რა რომ აი ხო აი ესეთ გარემოში დაიბადა და აბა რა უნდა ექნა ხომ დაერჩია სხვა გზა არ ქონდა რომ აერჩია ეს რაღაც ძალადობრივი გზა და რაღაც მონსტრული გზა და ჩემს ეგრე არ არის რა ნახე ანუ ნებისმიერ მომენტში ეგ მე ძალიან მაღიზიანებს და მაგაზე კამათიც მომსვლია ხოლმე რა ჩემ მეგობრებთან რომ ყოფილა რომ აბა რა უნდა ექნათ შობლები ესე ექცეოდნენ და არ დაეხო ცალთ თუ შენ რას იზამდით რა ანუ არასდროს რო არ არის ხარ არ მინდა ის რა სტრაფარეტული ამ ბოლო დროს მით უმეტეს სტრაფარეტული თითქოს შინაარსისგან დაცლილი არის ხოლმე რა ბევრი ამბობს ამ სიტყვას უბრალოდ სტრაფარეტულად მე ესე მგონია ძალადობა რო არ არის გამართლებული რა მაგრამ შინაარსობრივად რო გაყვე მაგ ამბავს რა ანუ და მართლა სტრაფარეტულად რო არ გამოვიყენოთ ხო ანუ რა თქმა უნდა არც ერთ სიტუაციაში არ არსებობს მომენტი და სიტუაცია სადაც ძალადობა არის გამართლებული რა ნუ ეხა რაღაც кейსებს თუ მოვიყვანთ რაღაც კონკრეტულ მაგალითებს ეგ შეიძლება ნუ მაგაზე შეიძლება ვილაპარაკოთ მაგრამ ზოგადად ვამბობ რა ხო და აქედან გამომდინარე მე ძალიან არ მომწონს რომ თითქოს რაღაც ტენდენციაა ეგ რო ანუ რაღაც ვიღაც მანიაკზე გაგვიგია რომ ეს არის ავადმყოფი ანუ რაღაცა შიგნაკრავი როჟა და მე ვიღებთ ისეთ ფილმებს და სერიალებს რომ აი ესეც უბედურებაში გაიზარდა და ესეც ტანჯვაში გაიზარდა და ისევ საზოგადოებამ შექმნა ეს ადამიანი რას ნიშნავს საზოგადოებამ შექმნა რა ანუ რა ვიცი უამრავ ადამიანს ჩამოგითვლი მაშინ და რაღაც ცხოვრებისეულ მაგალითებს მოვიყვან სადაც ზოგად პიროვნებებს იდეალური გარემო ჰქონდათ რომ რაღაც საშინელ ადამიანად ჩამოყალიბებული იყვნენ, მაგრამ მათ არ აირჩიეს ეს გზა, აირჩიეს რადიკალურად სხვა გზა და პირიქით, ბევრად უფრო წარმატებული, ბევრად უფრო კარგი და ისეთი ტიპები გაიჩნდნენ რა. მის აბსოლუტურად რასაც ამბობდა გეთანხმები, მაგრამ ნახე მაგას აქ მეორე მხარე რა, რომ რეალურად თქვათ მინინდესების შემთხვევაში რაც ხდება ხა გეინზე და მას თავი დავანებოთ რა დამერს ამბავი არის ეგრე რომ რეალურად ხო როცა ხარ მშობლის ანუ მამის მხრიდან სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების მსხვერპლი შენ ავტომატურად ხთები ფსიქოპატი და ხთები ფსიქიკურად არაჯანსაღი ანუ ნახე ის კი არ არის რომ შენ არჩევანის უფლება დაგიტოვა ვინმემ ხო ერთი არის რომ შენ სექსუალური შევიწროება განიცადე ვიღაცის მხრიდან ერთი არის რომ შენ ანუ მე კი არ ვამართლებ ხა მაგრამ ნახე რა ხდება თუნდაც ეგ ისტორია ხო ეს დედმამა რო ამოხოცეს და ადვოკატი იცავდა რომ ეს ბიჭები აქეთ არიან მსხვერპლები რა და ეს ბიჭები არ უნდა ჩასხდნენ ციხეში გავუშვათ თქო რეაბილიტაციის ცენტრში ან რაღაც პერიოდი ციხეში ანუ არ უნდა კონდეთ პირობითად სამუდამო პარალელურად იყო თუ არ ვცდები მათი ბიცოლა თუ ბიძა ბიცოლა თუ არ ვცდები თუ დედის და ხო ნუ ნათესავი რამშობა მეშლება რომელიც ეთანხმებოდა რომ ეს ბავშვი ანუ არა არ უნდა გაიშვათ, იმიტომ რომ ბევრმა მეერე უკვე ეს ამბავი რომ მოხდა, ბევრმა ოჯახის წევრმა აღიარა, რომ იქ საეჭვოდ კეტავდა ოთახში, შედიოდა დიდი ხნით, ეს დედა იბნეოდა. ნუ ბევრი ფაქტია, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ნახე ქვეყნის სასამართლომ გამოიტანა ის განაჩენი, რაც უნდოდა ხალხის 90%-ს, რომ რადგან ითქვა, რომ ამოხოცეს მშობლები უნდა დაისაჯონ და ის кейსი, თქვათ, ამ ბავშვებს, რაც ახლდათ თან, ხო, ამ მშობლებისგან პირველ რიგში, ის ყველას დაავიწყდა. ეს ცოტა სხვა შემთხვევა, ეხა დამერის შემთხვევა და გეინის კიდე სხვა არის საერთოდ. გეინის იგივენაირად მშობლისგან ძალადობის მსხვერპლი აღონ საერთოდ სხვა გაგებით, ის ცოტა რელიგიური რაღაცა შევიწროების და მანიაკი დედის მსხვერპლია და ბავშვობიდანვე ეთყობა რომ ფსიქიკურად არაჯანმრთელი და არაჯანსაღია, უბრალოდ არის ერთი რაღაც მოწყენილი უწყინარი ტიპი და ამიტომაც არავინ არ მოილის მისგან ამას, თორემ მას რო ცოტა აგრესია ქონოდა, აბსოლუტურად გასაგები იქნებოდა ალბათ ყველასთვის იმ სოფელში თუ იმ პატარა ქალაქში სადაც ცხოვრობდნენ, რატო კლავდა და საბოლოოდ რაც მოხდა. თუმცა ის რაც აკეთა წარმოუდგენელი იქნებოდა. და რეალურად დამერთანაც იგივე ამბავი გვაქვს, რომ ბავშვობის ტრამებზე ვლაპარაკობთ. შენ რასაც ამბობ, რომ რომანტიზება არ მოხდეს ამ სერიალი თამაში გეთანხმები, იმიტომ რომ ნახე მე თუ ვარ ცოტა ფსიქიკურად აშლილი ადამიანი, ხელმისაწვდომია ჩემთვის ეს სერიალი და ზივარ და ისაც ჩემ რაღაცა თითქოს რაღაცების გასაправებელი მასალაა რა. მინდა რომ რაღაც მოვუძებნო პასუხები და კითხვის ნიშნები მაქვს და ეს პასუხს მცემს,
პირობითად ეხა ეგეთი მკვლელი ალბათ ვერ გავხდები ეხა იმიტომ რომ ვერ მომეხმარა, ნუ აი რაღაც თვალსაზრისით შეიძლება თქვა რომ აუ მეც ესე მსდიდნენ და მოდი ეხა რა მეც ვიქნები ცუდი. კი, რაღაცები შეიძლება ცუდი ბიძგიც იყოს ვიღაცისთვის და მაგას მაინც მივყავართ იქამდე რომ კინო აღარ არის კინოთეატრების პროდუქტი და არის ონლაინ პროდუქტი, ისევ ინტერნეტის პრობლემებამდე მივდივართ და ერთ რაღაცას ვიტყოდი რომ კი, რადგან ესეთი მასშტაბურია ეს სერიალი, ესეთი პოპულარულია, ასე ყველა მასზე ლაპარაკობს და ამხელა გავლენები აქვს თვითონ ამ პერსონაჟების საქმეებში, რეალური ტიპების საქმეებში. მკვდარია ხო იქიდან ორი, მაგრამ ნუ დღემდე მიმდინარე რაღაცა ამბებს იწვევს. კი, უფრო თან მithumetes ეს სერიალი კიდე აახლებს მაგ ამბებს. მაინც ვიტყვი რომ ინტერნეტ სამყარო ისეთი არის რომ რომ არა ეს სერიალი, ეგეთ ფსიქოპატ ტიპს, რომელსაც რაღაცა გამართლების პოვნა უნდა, მაინც აქ ხელმისაწვდომობა უკვე ავტომატურად მეც რას ვამბობ რომ ნახე ჩემი აზრით თუ იღებ მსგავს საკითხზე და მსგავს თემატიკაზე ფილმს მithumetes როცა არის რეალურ ამბავზე მithumetes ფსიქოპატ მანიაკ ადამიანზე საზოგადოებას არანაირი ინტერპრეტირების საშუალება არ უნდა დაუტოვო იმის რომ შეიბრალოს რაღაც პროცენტით მაინც ეს მონსტრი ტიპი რა ეს სეზონები კიდე ინტერპრეტირების კი არა ძალიან დიდ სივრცეს ტოვებს იმის რომ მსგავს ადამიანებზე ხალხმა ილაპარაკოს რომ აი ცოდო იყო აი რა ეხა აბა რა იქნა აი ნახე შეუძლებელია ჩვენ აი რომ შევადარო შეიძლება რაღაც რადიკალური აცდენითი შედარება ეხა და პირდაპირ მნიშვნელობაში არ მოდის მაგრამ აი ჰიტლერზე ვერ გადაიღებ ეხა სერიალს და ფილმს რომელიც შეგახედებს მის იმ მეორე მხარეზე თუ როგორ გაზარდეს ის და როგორ ჩამოაყალიბა საზოგადოება ის ესეთ დიქტატორად. ვიხდი ვერაფერი ვერ გააправებს, არ არსებობს. მაქვს Mein Kampf, ჩემი ბრძოლა ჰიტლერის და საკმაოდ პატარა ასაკში და რატომ უბოდე კაცმა არ იცის. და მე გამიჩნდა რა რომ რატომ ეზიზღებოდა ებრაელები, ეს რომ გაარკვიო ამას რომ უყურო, ჰიტლერი რეალურად იყო მანიაკი. ანუ ქონდა მანია და როგორც აი რავი, როგორ გითხრა, ვიღაცას ეშინია პეპლის ან ბაქტერიის ან ინფექციის ეს ეშინოდა ამ რასის, იმიტომ რომ ქონდა მის თავისი ტრავმა. ჰიტლერი 100 წელი ვერ გამართლდება, როგორც ვერ გამართლდება ვერც დამერი და ვერც ედგეინი და ვერც ეს ბიჭები ალბათ, მაგრამ ეს კიდე მგონია რომ საერთოდ სხვა საქმეა და ამათ არ გავს. მაგრამ ამბავი ის რომ ეს ადამიანიც რეალურად იმ ოჯახის მსხვერპლი იყო, ვინც გაზარდა და იმან მიიყვანა იქამდე რომ ეს მანია გაუჩნდა და საბოლოოდ მთელი ევროპა დააქცია, ხო და ძლივს ამოძრა ევროპა და რა დღემდე ვერ ამოძრა ბოლომდე, ხო, ამ ფაშიზმისგან და ნაციზმისგან. ანუ საბოლოოდ მანდაც შეიძლება ადამიანური გამართლება ჰიტლერსაც კი. ხო და მე მგონია რომ არ არსებობს. მე მგონია რომ მაგ კუთხით ადამიანები ძალიან ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ. არა, უცებ ვიტყვი, ნახე, ჩემი აზრით. აი დავასრულებ რა არ დამავიწყდა. ჰიტლერიც ედგეინიც და ესეც რა ქვია დამერიც უბრალოდ იმიტომ არიან პირველ რიგში მსხვერპლები რომ გარშემო ვერავინ ვერ მიხვდა რომ უნდა მიიყვანათ და დაეწვინათ რეაბილიტაციის ცენტრში გაიგე ნების ეხა მე რო სიტყვაზე მქონდეს აშლილობა და ჩემი ოჯახის ვერც ერთი წევრი ჩემი ვერც ერთი მეგობარი და ვერც ერთი ჩემი გარემოცვა ვერ მიხვდეს რომ პირობითად დასაწვენი ვარ და მე რამე ჩავიდინო მე კი დამნაშავე ვარ მაგრამ მე ნახე რას ვამბობ რა მსგავს საკითხებთან ანუ ერთი ის რომ მძიმე სანახავია ეს ყველაფერი და გასააზრებელი მithumetes და რომ წარმოიდგენ რომ აი არ ვიცი აი კატასტროფა დამერთან განსაკუთრებით როგორ აჭმევდა სხვა ანუ არც მინდა ამ ყველაფერზე ესე დეტალურად ესე დეტალურად ვისაუბრო ანუ მართლა არ მინდა არ მსიამოვნებს ამ ყველაფერზე ესე ლაპარაკი მაგრამ ნახე მე ზოგადად ეგეთ დამოკიდებულება მაქვს მსგავსი ტიპის ადამიანებთან და მსგავს ისტორიებზე ნებისმიერ საზოგადოებაში არ არსებობს ეს რა უნდა გქონდეს ძალიან ცივსისხლიანი დამოკიდებულება რომ მარტო ერთი სახელი უნდა ერქვას იმ ყველაფერს და არაფერი სხვა ეს არის მართლა საოცრად კარგად შეურჩია Netflix-მა სახელი სერიალს მონსტრი. მორჩა, ანუ მონსტრს აქედან შეხედავ, იქიდან შეხედავ, ანუ ორი მხარე კი არა, 17 მხარე რო გქონდეს, 17 მხრიდან მონსტრია. არ არსებობს მონსტრის რაღაც სენსიტიური, ჩემთვის ეგრეა, მე ეგრე მესმის, იმიტომ რომ ნახე, ჩემი აზრით ადამიანებს რაც არ უნდა მძიმე ყოფაში, რაც არ უნდა მძიმე სიტუაციაში, მძიმე გარემოში ვიზრდებოდეთ და შეიძლება
ჩემთვის ეხა წარმოუდგენელია დამერი და არც მინდა იმის წარმოუდგენა და რა ვიცი, ყველას არავის არ ვურჩევ მაგ იმაში, რა თქმა უნდა, მაგრამ რთულია წარმოიდგინო ის რა მძიმე ყოფაში იზრდებოდა, მაგრამ მე ესე მგონია რა, რომ ადამიანს ყოველთვის გაქვს არჩევანი, გააკეთო, რომ შენ ეს ყველაფერი, აი ამ სიძულვილს თუნდაც შენ მიმართ, ამ ბოროტებას, ამ ზემოქმედებას, თუნდაც ფსიქოლოგიურს, ანუ უპასუხო იგივეთი და უარესით, რა არჩევანიც გააკეთეს ამ ადამიანებმა, ან არჩიო მეორე მხარე, აქეთ რომ ამ ყველაფერზე მაღლა დადგე, იმიტომ რომ რატო არ ვართ მაშინ ჩვენ ცხოველები და ნადირები და რატო არ ვიმართებით რაღაც ცხოველური იმით. ეს საერთოდ სხვა გადაცემის და სხვა ამბავის თემაა და ჩვენ მაგაზე მე და შენ ფიზიკურად ვიცი, შეგვიძლია ჩვენ ადამიანურად ვილაპარაკოთ და არა როგორც მაგ კუთხით პროფესიულად. მაგრამ ნახე, აი რეალურად ხო ფსიქიატრიულ პრობლემაზე როცა ვლაპარაკობთ, მაგ შემთხვევაში ვერ ვილაპარაკებთ და ვერ ვისაუბრებთ როგორც ჩვეულებრივ ხო და ნახე თითქოს იცი რასაკეთებს მაგით ხალხი, აი შენც ახლა რასაკეთებ იცი თითქოს რომ ფსიქიატრიული პრობლემები ქონდა. ანუ ნახე იმას კი არა ვაკეთებთ საზოგადოება რომ ეს ადამიანები მონსტრები იყვნენ და გააზრებულად გააკეთეს ეს ყველაფერი და ეს არის ავადმყოფობა, რომელსაც უნდა უმკურნალო. თითქოს ეს არის ჩვეულებრივი რაღაც ფილტვების ანთება. რომ აი ვერ მიუსწრეს ფილტვების ანთება ქონდა და მე აი ესე გახდა. მიხვდი, არ არის ეს ავადმყოფობა. ანუ მე ესე არ აღვიქვამ. მიხვდი, იმიტომ რომ ამ ავადმყოფობით თითქოს კიდე ერთხელ რო ვთქვა, პრავდება ეგ რა, რომ აი ავადარი კაცო, ის კი არ უნდოდა, აი ავადარი. რას ნიშნავს კი არ უნდოდა ავადარი? მე საბოლოოდ მგონია, რომ შენი მხარე, რასაც შენ ლაპარაკობ, რომ ვიღაც ადამიანებმა და მაყურებელმა შეიძლება ესე დაინახოს, ოკეი, მაგრამ ნახე, მე მაინც მგონია, რომ Netflix-ის მიზანი და ზოგადად რეჟისორის მიზანი, ვთქვათ, ამ პერსონაჟების ესე შემოყვანით და ამ კუთხით ჩვენებით ის კი არ იყო რომ გაემართლებინა. უბრალოდ ეჩვენებინა ის ორი მხარე და ის გზა, როგორ მიდის ადამიანი აქამდე, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვიჩნდება კითხვა, რომ ვაიმე ეს როგორ გააკეთა. კი, და ეს არის გააზრებული გზა. მე მაგის თქმა მინდა. მიხვდი, ეს არ არის ინერცია, ეს არ არის გარემო და ადამიანები, იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი, ეხლა შეიძლება არ მახსენდება კონკრეტული მაგალითები, მაგრამ შეიძლება ბევრად უარეს გარემოში გაზრდილიყვნენ ადამიანები, მაგრამ მათი ინერცია და მათი გააზრებული არჩევანი სულ სხვაგან წასული იყო რა. თუმცა შეიძლება არ ქონდათ ანდართული გენეტიკა და სამივე შემთხვევაში გენეტიკური პრობლემა ქონდათ ცალსახაც, ფსიქიატრიული პრობლემები ქონდათ მშობლებსაც და შეიძლება შემთხვევაში გენეტიკა 70%-ით გადმოდის მაგ დროს. კი, არა, გეთანხმები. ნახე, მე არ მინდა რომ ესე გაიგო ჩემი ლაპარაკი, რომ სრულყოფილად შეიძლება, კი, მათ შორის იყოს შეიძლება რაღაც შიზოფრენიული დაავადებები. ქონდა ორივეს. ხო, და მსგავსი რაღაცები. მაგ ნაწილში მე გეთანხმები რა, მაგ ნაწილში აუცილებელია, რომ რაღაც სახელმწიფოს, იქ გარემოს, ვიცი შე რა პრობლემებზეც ლაპარაკობ რა, ანუ სახელმწიფოს კონკრეტულ გარემოს ეს ადამიანები გარიყული კი არ ყავდეს და თუ გაგვიგია რომ რაღაც ერთ ქალაქში, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ სოციუმშიც ეგრეა რა, რომ თუ გაგვიგია რომ ვინმეს ოჯახში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ცხოვრობს, აი რაღაცნაირი ის არის სირცხვილის გრძნობა აქ იმ ოჯახს და საზოგადოების დამოკიდებულებაც ეგეთია. თითქოს რომ აიმე ანუ ის ხო, დიდად აღარ არის მაგის სტიგმატიზება. არა, არის მაინც და მესმის რა, ეგ მერე იმას ავლენს რომ ამ ადამიანს საზოგადოება იმ ფონს კი არ უქმნის რომ რაღაც თუნდაც მის პრობლემებზე ელაპარაკონ, გამოჯანმრთელდეს, ვინმე მურჩიოს, რაღაცა დაეხმაროს, რაღაცა ის გარემო და სივრცე შეუქმნას, სადაც ეს ადამიანი განიკურნება, პირიქით უფრო მეტი წნეხია და მერე მით უმეტეს ეს უფრო იზრდება. ეგეც მესმის. ბაზარი არა. ისინი რა დროშიც იყვნენ. რა თქმა უნდა, ეხა დამერთან განსაკუთრებით დამერთან ერთად ემატებოდა ორიენტაცია დამერის, რომელიც კიდე ცალკე კი და ამის ამბავი იყო. კიდე გაუგებარი ორიენტაცია თავის ქალის კანით ტანსაცმლად მოკლედ. ხო და ანუ მაგაში გეთანხმები რომ შეიძლება კონდეს ადამიანს შიზოფრენიაც, ბიპოლარიც, ძალიან ბევრი თქვათ მძიმე დიაგნოზი, რომელთაც ადამიანები ჩვეულებრივადაც ცხოვრობენ კურნალობის შემთხვევაში და საერთოდ არ აწუხებთ და ჩვეულებრივი ცხოვრების წესი აქვთ და ასევე ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც თქვათ დიაგნოზი აქვს, არ ნიშნავს, რომ ავტომატურად თქვათ გახდება მკვლელი, ხო რა თქმა უნდა. ეგ დიაგნოზიც არ ამართლებს თქო ბოლომდე. უბრალოდ მაგ დიაგნოზს ემატება ის, რომ ძალიან დიდი ტრავმებია და ჩემი აზრით უბრალოდ კარგი იყო ამ ამბების რაღაცა ორივე კუთხით ჩვენება. თქვათ ჩემნაირი მაყურებლისთვის რა, რომელიც უეძებს, რომ აი რაღაცა ამბავი მოხდა, რატომ მოხდა? იმიტომ რომ მე მაგალითად არასდროს არ მოვძებნი
თუ ფილმს არ უყურებ და წიგნს არ ვკითხულობ და რაღაცის კითხვა მინდა, ყოველთვის ეგეთ ისტორიებს უფრო წავიკითხა, უცნაურ სახლებზე ისტორიების კითხვა მიყვარს ძალიან, აი მუჯადოვებულ სახლებზე. ხო, ანუ ეგეთ რაღაცები უფრო მიყვარს, არასდროს არ წავიკითხა, აი რაღაცა ჰერმესის ჩანთა რომელ წელს გამოვიდა. ერთ-ერთი ის ვიცი ჯეინ ბირკინის გამო რომ ჰერმესაკ ბირკინი ჩანთა, ისიც იმიტომ რომ ჯეინ ბირკინი მომწონს, როგორც ხო, მაკედან გაყოლებით იცი. ხო, ისო არ მაინტერესებს ახლა მოდა და ჰერმესის ჩანთა და რაღაც. მე გაინტერესებს ახლა ეგეც ისა. ჩემნაირი მაყურებლისთვის თქო რა, თორე ახლა ვისაც ახლა ჰერმესზე და პრადაზე საინტერესებს რა ქვია ისტორიები. არა, ზოგადად, ნესტანს არა, ნესტანს ზუსტად ვიცი რომ ეს ძალიან მოეწონება. ეს სერიალი. არა, მე გეუბნები თქვა ხო არიან ადამიანები, რომ ძალიან უყურებენ აი ამ ნიუსებს რა. ხო, მესმის. რომ ეხლა რა გამოვიდა, რა მოდელი გამოვიდა, ეხლა სად გამოვიდა. ანუ ცუდი კი არ არის, მაგრამ მე არ მაინტერესებს ხვდები და მე რადგან ეს მაინტერესებს და ამ რაღაცებს უკირკიტებ რეალურ ამბებს და რეალურ ისტორიებს ხო? ჩემნაირი მაყურებლისთვის ესე პირდაპირ მიწოდებული ესეთი ამბავი ბევრი მხრიდან ძალიან საინტერესო ხარ. საბოლოოდ ძალიან მაგარი სერიალია. იმიტომ რომ თელი მსოფლიო ალაპარაკა. იმიტომ რომ ყველგან ამაზე წერენ. მე ყველაზე სუსტი სეზონი მესამე სეზონი დაიდო ხა ეს ბოლო. მგონი, მაგრამ რადგან ჩარლია ჩემთვის ესეც. ხო, შენ ძალიან სუბიექტური ხარ. ჩარლი ძალიან მაგრად თამაშობს. ჩემ აღქმაში შეიძლება რომ მიყვარს იმიტომ რა და ძალიან სუბიექტური ვარ. ხო, საბოლოო ჯამში მე იმის თქმა მინდა, რომ რაღაცები, რაც გადაღებულია, რაც ნათქვამია, დაწერილია, ეხლა ჩვენ არაერთი მაგალითი გვახსოვს რა, ისტორიიდან მოყოლებული და ინტერპრეტაციების რა. შეგვიძლია რომ ვიღაც ადამიანის სიტყვები ან რაღაც გენიოსი ადამიანების რაღაც წიგნები დაწერილი ისე მოუვარგოთ ჩვენს მორალს და ისეთი ინტერპრეტაციები მივცეთ, რომ საერთოდ აცდენილი იყოს იმ რეალურ შინაარს, რაც გქონდეს და ეგ იდეალურად გამოგვდის ადამიანებს. და მე არ მინდა უბრალოდ რომ ამ სერიალმაც და ამ სერიალების სეზონებმაც მაგი როგორც წეღანა აღნიშნე, ის სივრცე დატოვოს და იმის ინტერპრეტაციის საშუალება მისცეს ადამიანებს, რომ ეს ადამიანებიც მსხვერპლები იყვნენ. კი, ეგ 2x2-4-ია, რომ ძალადობა წარმოშობს ძალადობას, მაგრამ ადამიანს ყოველთვის გაქვს არჩევანი ყველა სიტუაციაში, რომ აირჩიო, რომ იმაზე უარესი მოძალადე გახდე და იღებ რას, რომ რაც არ მოგწონდა შენ ორმაგად უფრო უარეს აკეთებ, თუ იმაზე მაღლა დადგე რეალურად და განაგრძო უფრო კარგად ცხოვრება რა. შენი აზრი მაინტერესებს, რადგან მაინც ეგ მაყურებელი ხარ, რომელსაც ესეთი ისტორიები ნაკლებად დაინტერესებს, აი რა შეიძლება გამოიწვია ამ სერიების, ასე ვთქვათ, ამ რაღაცა 3 ეპიზოდის Monster-ის ქვეშ გაერთიანებული 3 ეპიზოდის ესეთი პოპულარობა მთელ მსოფლიოში. ხო, ანუ იდეაში ადამიანები ხო იმას რომ რეალურ პერსონაჟზე ვლაპარაკობთ თუ? არა, ჩემი აზრით ეგეთი რაღაცები იმიტომ ვარდება და იმიტომ მოწონთ და იმიტომ ლაპარაკობენ ადამიანებს, რომ ადამიანებს მოგწონს რაღაც მძაფრი შეგრძნებები და მძაფრი ემოციები რა. ანუ აი, როგორ გითხრა, რატო არიან ადამიანები რაღაც ზოგი ნარკოტიკზე დამოკიდებული, ალკოჰოლზე დამოკიდებული, სიმძაფრე, ცოტა რაღაცის ტკივილი თუნდაც რაღაცის განცდა, გადატანა, რაღაც მე ესე მგონია რა, ადამიანები მაგისკენ ვართ მიდრეკილები. ეგ ეპიზოდებიც გამოგონილ პერსონაჟებზე ესეთი პოპულარულია არ იქნებოდა. რა თქმა უნდა არ იქნებოდა. რა თქმა უნდა არ იქნებოდა. მაგრამ მაგასაც ვერ ვიტყვი, მაგალითად დექსტერი, რომელიც გამოგონილი პერსონაჟია, ეხლა წეღანაც ვახსენე. დღესაც ძალიან პოპულარულია. ეხლა ახალი სეზონი გამოვიდა, მე და შენ კი აღარ ვახმოვანებთ, მაგრამ ახალი დექსტერი ოღონდ. მე თან ხო ვგიჟდები ეგეთ კინოზე. ხო. დექსტერი მძულს. ანუ მეზიზღება რამდენჯერაც დავსხდებოდი დექსტერის გასახმოვანებლად, იმდენჯერ მეტირებოდა. ხო. ვერ ვიტანდი, მაგრამ ვგიჟდებოდი კრიმინალ მაინდსზე. ხო, კრიმინალ მაინდს კიდე სხვა მიმდინარეობს სერიალი. ხო და ერთი სიტყვით მაგიტო გავარდა ესეთი რაღაცები, რომ სიმძაფრე ცოტა რაღაცების გვევასება ადამიანებს რა და მე არ ვარ ეგ ტიპაჟი, რომელსაც ესეთი რაღაც მძაფრი რაღაცები ავსება, მით უმეტეს ეგეთი მძიმე რაღაცები რა. მე უფრო რაღაცა ლაითად რა. ზოგადად მე ფილმებს და სერიალებს ხა ბევრჯერ მაქვს ნათქვამის სახლში ძალიან იშვიათად უყურებ, ძირითადად ჩემი ფილმები არის დოკუმენტური ფილმები, თუ მე უყურებ რამეს, რომ კიდე ინფორმაციული იყოს დატვირთული, რომ თან ვუყურო და თან რაღაცა უფრო მეტად გავიგო რა, რაღაც ისტორიულ მოვლენებზე და სხვა რაღაც ამბებზე, ასე ვთქვათ რა და
ხო, მაგრამ მაინც მაყურებელს ვურჩიოთ, რომ ესეთი საინტერესო სერიალი არის, იმის გარდა რომ თქვა საინტერესო პერსონაჟებზეა და რეალურ ადამიანებზეა, ამის გარდა ძალიან საინტერესო სცენარი აქვს, დრამატურგია, ვიზუალი, ანუ ხარისხი, მუსიკა. აი მაგალითად მახსენდება მენენდესების მუსიკა მახსოვს ძალიან მძაფრად რა რომ ვუყურებდი, აი რაღაცა ძალიან ლამაზი მუსიკა ადევს და აი თითქოს რომ ამოვარდნილი ამ ქაოსიდან და სიგიჟიდან რაც ხდება. ნუ რეალურად ძალიან ხარისხიანი პროდუქტია და გირჩევდით, მე ნამდვილად გირჩევდით რომ უყუროთ თუ მოგწონთ, ასე ვთქვათ, და გსიამოვნებთ ეს მძაფრი ემოციები და თან მოგწონთ და გსიამოვნებთ რეალურ თუნდაც საშიშ ადამიანებზე რაღაცა საფუძვლიანად ისტორიის გაგება. ხო, საბოლოო ჯამში მეც გავცემ რეკომენდაციას, ასე ვთქვათ, რომ ნახოს ადამიანებმა და ნახონ, უბრალოდ ჩემი აზრით უნდა დაინახონ, ისევ განმეორდები, მხოლოდ ერთი მხარე არსებობს ამ ყველაფრის, ანუ მონსტრი არის მონსტრი და არაფერი არ ამართლებს მithumetes ამ ადამიანებების ქმედებებს რა, ასე ვთქვათ. ადამიანებების, ზუსტად კი. ასევე კომენტარებში დაწერეთ, თქვენ ნახეთ თუ არა, მაინტერესებს თქვენი აზრი, აუცილებლად წავიკითხავ მაგ ამბავს, თქვენ რა აზრი გამოიტანეთ, იგივე თუ მე მეთანხმებით ამ შემთხვევაში თუ ციკოს და მართლა რაღაცნაირი ისეთი საკამათო ამბავი გაიჩითა ეგ რა, იმიტომ რომ ორივე მხარეს ყავს მოკლედ თავისი მხარდამჭერი, როგორც ჩემსაც, ასევე შენსაც და მაინტერესებს ჩვენი მაყურებლების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ნორმ პატარა ეპიზოდი გამოგვივიდა, უფრო კარგადაც განვიხილავთ სხვა ფილმებს და სერიალებს. ასევე დაგვიწერონ კომენტარებში რა ფილმები და სერიალები უნდათ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. თუ არ ვწდები, Lost იყო, Breaking Bad იყო და დინი და Supernatural. ზებუნებრივი. ხო, აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს და კიდე სხვა რა სერიალები და ფილმები გინდათ, მათ შორის შეგიძლიათ დაგვიწეროთ და ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ თქვენს თხოვნებს. ახლა პრინციპში იმიტომ იყო ეს პრიორიტეტული, რომ რაღაც ძალიან მასში არის რა, პოპულარობის ზენიტშია ამ ეტაპზე და რაღაც გადავწყვეტეთ, რომ შეიძლება ჯობდეს რომ ამაზე გვესაუბრა და თან მეც რომ მაინტერესებდა და მაინტერესებს, მართლა მაინტერესებს თქვენი გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით და არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენი მეგობარი არის გვერდი მუვივერსი, რომელიც ყოველთვის კარგად მეგობრობს ჩვენთან, იმედი მაქვს რომ ჩვენც კარგად მეგობრობთ და აქ ამოგვინათდება სადმე. და ვიმყოფებით ჩვენს ლამაზ ალტერბრიჯში, კონკრეტულად კი უნივერსიტეტ ალტერბრიჯის კაფეტერიაში, Bridge Kitchen-ში, გარდგემრიელად, თბილად, კომფორტულად და ვემზადებით შემდეგი საინტერესო თავგადასავლებისთვის, რომელიც ყველა ეს კარგი თავგადასავალი გაერთიანდება ჩვენს voice-over-ების არხზე. ნამდვილად, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მაყურებლებს, რომ იყვნენ ჩვენთან ერთად. აუცილებლად დააკომენტარეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გადააზიარეთ, დაალაიქეთ. აი მაგას ველოდებოდი. ჩვენ კიდე ხო, მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით. კარგად.